თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ. და დედა მგონი მომკლავს. ნიკოლ, გაიღვიძე. ნიკოლ, ადექი სკოლაში უნდა წახვიდე. ჩვენ დავაგვიანებთ. სად? სკოლაში? ხო, ნიკოლ, უკვე შემოდგომაა, არ დადაგები დასრულდა. ადექი. დედა, რომ არ წავიდე? რას გულისხმობ, არ წავიდე. ჩაალაგე შენი სასკოლო ნივთები. ჯანდაბა. ჯანდაბა არ მინდა სკოლაში სიარული, მაგრამ მიყვარს საკანცელერიო ნივთები. რატომ არის ასე მსგავსი და მარტივი ეს ნივთები? მე მინდა ლამაზი სახელმძღვანელოები. ეს ყველაფერი როგორ მიყვარს? იდეა მაქვს. მე თვითონ გავაკეთებ საკანცელერიო ნივთებს და თქვენც გაჩვენებთ თუ როგორ გავაკეთებ მას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაზე მაგარ, უჩვეულო სახელმძღვანელოებს და საკანცელერიო ნივთებს. დაწერეთ კომენტარებში, რომ გიყვართ სკოლის აქსესუარები. და ყველა კომენტარს წავიკითხავ. ძალიან საინტერესო იქნება. 3, 2, 1, 0. თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ. დღეს გვექნება გასაოცარი ვიდეო. სკოლაში დაბრუნება. ასე რომ ძვირფასო მის ნიკოლის ოჯახო. დღეს ჩვენ ვაკეთებთ საოცარ, წარმოუდგენელ, მაგარ ხელნაკეთ საკანცელერიო ნივთებს და ჩვენ გასწავლით როგორ გააკეთოთ ეს. სანამ ამ ვიდეოს ყურებას დავიწყებთ, აუცილებლად შეამოწმეთ ხართ თუ არა მის ნიკოლის ოჯახის გამომწერები. ახლა კი ჩვენ ვაპირებთ მოვემზადოთ საუკეთესო ვიდეოსთვის თქვენს ცხოვრებაში. ეს 60-ია, ეს ჩემი ცხოვრების სიყვარულია. ეს ჩემი 60-ია, ჯანდაბა. ეს ჩემი 60-ია. ფანქრები ყოველთვის მივარდება. ჯანდაბა, მაგარი ფანქრის ორგანიზერი. ჭირდება და ერთად გავაკეთებთ. ჩვენი წვრილმანებისთვის დაგვჭირდება წებო, ისე რომ ქაღალდი კარგად დაეკროს. წებო კარგად გაიგეთ? წებო, შემდეგ კი რაც დაგვჭირდება, ეს არის მკვრივი ფერადი ქაღალდები. კარგად ვირჩევ, მაგალითად ეს, კარგი ეს. სხვათა შორის ადრე ჩემი საყვარელი ფერი იყო ეს ერთიც და მწვანე. როგორ შეგიძლია გამოტოვოთ ის? ჩვენ ბევრად უკეთეს გავაკეთებთ. ჩვენ ავიღეთ ქაღალდი იმ ფერებით, რომლებსაც ეკრანზე ხედავთ. იასამნისფერი, მწვანე, ლურჯი, არ აქვს მნიშვნელობა. შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი, მაგრამ ჩვენი ფურცლები ძალიან დიდი აღმოჩნდა და ისინი უნდა დავაპატარაოთ. ამიტომ გამიჩნდა იდეა, რომ ქაღალდი შუაზე გავკეცოთ და გავჭრეთ. თქვენ უნდა მიიღოთ A4 ფორმატი. ასე რომ გააკეთეთ ისე, როგორც ხედავთ ეკრანზე. ახლა ჩვენ გავკეცოთ და გავჭრათ ქაღალდი შუაზე. შემდეგ ისევ ვკეცავთ შუაზე, როგორც ხედავთ ეკრანზე და მეორე ნაწილსაც იგივენაირად. შემდეგ გადაკეცეთ ქაღალდი ვერტიკალურად და ისევ გადაკეცეთ ის. ქაღალდზე მიიღებთ პატარა ზომის კვადრატებს, ნაკეცების სახით და კუთხეებს ვახვევთ, როგორც ვიდეოშია. ამის შემდეგ ქაღალდებს კვეცავთ ასზე და ვაბრუნებთ მეორე მხარეს. ვაფიქსირებთ ქაღალდს, სწორედ ისე, როგორც ახლა ვაკეთებ. თქვენ უნდა მიგაღოთ საოცარი სამკუთხედი, როგორც მე გავაკეთე მსგავსი. იგივე გააკეთეთ სხვა ფერებითაც, რაც გაქვთ. თქვენ უნდა გქონდეთ 6 სამკუთხედი და ყურადღება მიაქციეთ, რომ იყოს ერთი და იგივე ზომის. შემდეგ ვიღებთ წებოს და ვაწებებთ სამკუთხედებს ერთად. ყურადღებით იყავით, არ წაუსვათ ძალიან ბევრი წებო. მართალი გითხრათ, ძალიან მომეწონა ამის კეთება. ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს არის, რაც გამოვიდა, მართალი გითხრათ, არ ველოდი, რომ ასეთი მაგარი იქნებოდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის მზად. ხედავთ, რომ მას ქვედა ნაწილი არა აქვს, ამიტომ ფანქრები და კალმები ამოცვივდება. ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ქვედა ნაწილი, რადგან კალმები და ფანქრები არ ამოცვივდეს. ამიტომ ჩვენ სწორედ უნდა შემოვხაზოთ ფორმა, გამოვჭრათ, კუთხეები შემოვუკეცოთ და შემდეგ უკვე დავწებოთ. ეს ისეთი ლამაზია. მართალი გითხრათ, ის ბევრად უფრო მაგარია, ვიდრე მაღაზიაში იყიდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ის შენ თვითონ გააკეთე. ასე რომ აუცილებლად გაიმეორეთ სახლში. დაწერეთ კომენტარებში გამოგივიდათ თუ არა. შემდეგი ხელნაკეთობა იქნება ნამდვილ ჯაშუშებზე, რომლებიც ჩვენ უნდა გავხდეთ.
ჩვენ მოვიპარავთ ქილებს, რომლებიც კონსერვებისთვის უნდა გამოიყენებინათ, მაგრამ ჩვენ გამოვიყენებთ მათ როგორც გვინდა. ნიკოლ, რას აკეთებ აქ? არაფერს, ახლახან შემოვედი, ყველაფერი კარგადაა. სანერვიულო არაფერია. კარგი, მე გავიქეცი. დედა, კარგია, რასაც აკეთებ, წარმატებას გისურვებ. ვერ მხედავ არა, წადი და არავის უთხრა. რა თქმა უნდა, არაფერზე მიგანიშნებთ, მაგრამ დააკლიკეთ ზარის ღილაკს. შემდეგი ხელმოკეთებისთვის ჩვენ გვჭირდება საღებავები შუშისთვის. არ არის აუცილებელი ზუსტად ამ ბრენდის იყოს. ფუნჯებთან ახლოს ვართ, ავიღოთ რამდენიმე, ცოტა უფრო პატარა, ცოტა უფრო დიდი, ხუმრობ ჩვენ არ გვჭირდება ამდენი. შემდეგ დაგვჭირდება აკრილის საღებავები. გმადლობთ, მაშინ მოდით გავაკეთოთ. დედა ჩემი მომკლავს. ასე რომ შემდეგი მოქმედება. ჩვენ ვიღებთ შუშის ქილას, ნებისმიერს, რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ თქვენ სამზარეულოში, ასევე ვამზადებთ აკრილის საღებავებს, სხვადასხვა ზომის ფუნჯებს და შუშის სპეციალურ საღებავებს. საღებავები რომ არ გაითხოვნოს, ჯერ აიღეთ თეთრი ფერი და მოხატეთ მთელი ქილა. ამისთვის ვიყენებთ დიდ ფუნჯს. ეს უფრო ადვილი და სწრაფი იქნება. ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც ეკრანზე ხედავთ. ადროვეთ თეთრი საღებავი გაშრენს, რადგან მას ხატვის დროს გამოვიყენებთ როგორც ფუძეს. გადაწყვიტა საზამთროს დახატვა, ასე რომ ჩვენ გვექნება ორი ძირითადი ფერი, მწვანე და წითელი. სწორედ ამიტომ ვხატავ მწვანე ფერის საღებავით. მე მიყვარს აკრილის საღებავების გამოყენება, ისინი ძალიან კაშკაშაა და ძალიან სასიამოვნო პროცესია. და აი რა გამოვიდა, უბრალოდ შეხედეთ რა ლამაზია. მთავარია საღებავმა მოასწროს გაშრობა და დავამატებთ პატარ-პატარა დეტალებს შავი მარკერით. დავახატავ საზამთროს თესლებს და პატარა სახეს. და აი რა მივიღეთ. უბრალოდ საოცარი საზამთროა. მისი ჭამა მომინდა. გამოვიყენებ როგორც მარკერის ყუთს. მაგარია რომ ერთ-ერთი მარკერით ვხატავდი და ახლა მთელი მისი ოჯახი ამ ქილაში მოთავსდა. ჯანდაბა, რატომ არის ჩემი კალმები ასეთი მოსაწყენი? მე არ ვარ 40 წლის, მე გოგო ვარ, მინდა ყველაფერი იყოს ნათელი და საინტერესო. იცით რა, ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს კალმებს. ეს არის კვერცხი და ეს ავოკადო. კარგი, ვიღებთ, გსურთ კიდევ ერთი ხელმოკეთობა? ამისთვის დაგვჭირდება ეს გამჭვირვალე კალმები. ასევე დაგვჭირდება ფერადი ბრჭყვიალები. მე ავიღებ მაგალითად ნარინჯისფერს და ვარდისფერს. 4 კალამი, 4 ბრჭყვიალა. აიღეთ ეს კალმები გამჭვირვალე გარსით. ნახე რამდენად მოსაწყენია ისინი. ახლა ჩვენ შევცვლით მათ და გავხდით ნაცელსა და ლამაზს. ადვილია. აიღეთ მაკრატელი და თავსახური. ხოლო ეს ყვითელი ქაღალდი დაგვეხმარება ბრჭყვიალების განთავსებაში. უბრალოდ შეხედეთ ამ ლამაზ ფორთოხლისფერ ბრჭყვიალებს. ფრთხილად ჩაყარეთ, რადგან მთელი მაგიდა დავაბინძურე, მერე უნდა გავწმინდო. სხვა კალმებთანაც იგივეს ვაკეთებ, უბრალოდ ბრჭყვიალების ფერებს ვცვლი. უბრალოდ ნახეთ, რა ლამაზი კალმები მივიღეთ. ბევრად უკეთესია, ვიდრე ადრე იყო. უბრალოდ დაახურეთ თავსახური, რომ ბრჭყვიალები არ დაიფანტოს. მიუხვდებით, რომ არავის ექნება ისეთივე კალმები, როგორც თქვენ. თქვენს გეზარებათ არეული მაგიდა, მე გაჩვენებთ როგორ გააკეთოთ სასკოლო ორგანიზერები. ჯანდაბა, აქედან მალე გამაგდებენ. და ჩვენ გვჭირდება ფერადი ქაღალდი. ის უნდა იყოს A4-ზე დიდი და არც ისე მკვრივი და ისევ აიღეთ ფერი, რომელიც მოგწონთ. მე კი აი ესეც ავიღებ. აიღეთ მარცვლეულის ყუთი, რაც უფრო დიდია, მით უკეთესი. გადაყარეთ მარცვლეული, არ დაგვჭირდება. შეხედეთ, რაც არიელია და სუფთა ყუთია. გამოვჭრათ აი ესე, როგორც ხედავთ ეკრანზე. ეს ჩემი ძაღლები არიან, რომლებიც ვიდეოს გადაღების საშუალებას არ მაძლევენ, მაგრამ ისინი ძალიან მიყვარს. ამიტომ ვაჭმევ მათ. შემდეგ გადაჭერით ყუთი.
5 დააწებეთ წებოს გამოყენებით ფერად ქაღალდზე. მე გადავწყვიტე ყვითელი ლენტი დამეკრა კიდეებზე, რომ უფრო მეტად დამემაგრებინა ისინი. აი რა მივიღე. დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შესანიშნავი ორგანიზერი წიგნებისა და სხვადასხვა რვეულებისთვის. საოცარია, პირველად გამიჩნდა ჯიბის ფული. ბევრი არა, მაგრამ მაინც. ახლა მე გეტყვით, როგორ გააკეთოთ მაგარი სკოლის საფულე. ჯაშუშები თავის საქმეს ასრულებენ. დაწერეთ კომენტარებში, გავართ თუ არა. საინტერესოა, ისინი არ წერენ? ასე რომ, შემდეგი ხელნაკეთობისთვის ჩვენ გვჭირდება 2 ფერის მუყაო. მაგალითად, მე ვიღებ ვარდისფერს და ყვითელს, შენ კი იმას, რომელიც მოგწონს. ვიღებთ ვარდისფერ A4 მუყაოს და ვკეცავთ ვერტიკალურად. მოჭრილი ქაღალდის ნაწილი გადაკეცეთ და ისევ დაჭერით. შემდეგ ჩვენ ვკეცავთ ამ ნაჭრებს ისე, რომ გარდმონს დაემსგავსოს. იგივენაირად აკეთებთ, როგორც ეკრანზე ხედავთ. ჩვენ უნდა გვქონდეს 2 გარმონის მსგავსი ქაღალდის ნაწილი. ამის შემდეგ ვიღებთ ყვითელ ქაღალდს და ვკეცავთ ვერტიკალურად. და ისევ ვჭრით, როგორც ეკრანზეა. ერთი ცალი გადაკეცეთ და ისევ დაჭერით. ნახეთ, ბევრს ვკეცავთ და ვჭრით. შემდეგ გადაკეცეთ და ისევ გაჭერით. ეს ისეთია, როგორიც უნდა გამოსულიყო. ჩვენ გვაქვს 4 თანაბარი ქაღალდი. ახლა ჩვენ გარმონის მსგავს და ყვითელ ქაღალდს წებოთი ვაწებებთ. ჩვენ უნდა გამოგვივიდეს მსგავსი რამ. შემდეგ ისევ ზემოდან ვაწებებთ ვარდისფერ მუყაოს. უბრალოდ ნახეთ რა მაგარი საფულე გვაქვს. ახლა კი სამაგრი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვაკეთებთ მას ყვითელი მუყაოსგან. ჩვენ გამოვჭერით ოვალური ფორმის ყვითელი ქაღალდი და წებოთი დავაწებეთ საფულის ზედა ნაწილს. შემდეგ კი სამაგრით დავამაგრეთ. აი ჩვენ მივიღეთ საფულე, რომელიც ჩვენი გაკეთებულია. თუ შეძლებთ თქვენ ამის გაკეთებას, მე ვიამაყებ თქვენით. ახლა კი ფულს ვიღებთ და ამ საფულეში ვდებთ. 3, 2, 1, 0. თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ. იმედია მოგეწონათ ჩვენი ხელნაკეთობები. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაწერეთ კომენტარებში და ჩვენ კიდევ ერთ მსგავს ვიდეოს გადავიღებთ. და არ დაგავიწყდეთ მოწონება. გავიქეცი!